კლავ მოგესალმებით მეგობრებო, უცომ როგორც ყოველთვის ისევ და ისევ ძალიან საინტერესო ვიდეო მოგვაწოდა, რომელზეც მე ძალიან ადრე მქონდა ნაფიქრი და აი უცხომაც იმის და მიუხედავად რომ საერთოდ ამაზე ჩვენ საუბარი არ გქონია, თვითონაც იგივე დაასკვნა. მინდა გითხრათ რომ უკვე მზადებაში არიან ეს ორი ადამიანი. ესე იგი ჯარედ კუშნერი და ჯოშუა კუშნერი. მიუხედავად იმისა, რომ უცხოს მოსაზრება ძალიან უცხოა მართლაც, ჩემთვის უცხო სულაც არ არის ეს მოსაზრება, იმიტომ რომ აი 2017 წელს, როდესაც ჯარედ კუშნერზე გაჟღერდა, რომ მანის შენობა შეისყიდა 666 შენობა და რომ ისინი ამზადებენ საკეთილდღეო, ესე იგი კაცობრიობისთვის საკეთილდღეო რაღაცეებს, რომ ქვეყანას გადაარჩენენ და მშვიდობა იქნება და ასე შემდეგ მოწოდებით. დავაკვირდი ერთ რამეს და აი აქ იცით თქვენ რომ ანტიქრისტეს გამეფება მოხდება სწორედ იმგვარად, როგორც იესო ქრისტეს მოსვლა მოხდა. ეს იყო ესე იგი იოანე ნათლისმცემლის გამოჩენით, რომელიც გადაგებდა რომ მას მერე მოვიდოდა ის, რომელიც უფრო უკეთეს რაღაცებს იზავდა, ანუ ჩვეულებრივი ენით რომ აღწეროთ ეს ვითარება და აი სწორედაც მას შემდეგ გამოჩნდა იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემლის შემდეგ და აი ეს ორი ძმები, რომლებიც არიან, აი გაგრძელება არის ეს თითქმის უცხოს ვიდეოს, იმიტომ რომ ძალიან კარგად აღწერა უცხომ ვინ არიან ესენი, თუ როგორ ემთხვევა მათი წინამზადება, მათი შთამომავლობა და მათი იუდეური ეს ფესვები იმისა, რომ ისინი გახდნენ მოშიახები. მოშიახები კი არა და ანტიქრისტეები, ხო, მოშიახები. ერთი წუთით. ეხლა მე მინდა განახოთ აი ეს ორი ძმა კარგად. ერთს ქვია ჯოშუა კუშნერი და მეორეს ჯარედ კუშნერი. ჯოშუა, იცით მეგობრებო, რომ არის პირდაპირ იესო ქრისტეს სახელი. ჯოშუას უწოდებენ იუდეველები იესოს. ჯოშუა ესე უწოდებენ. ჯარედ კუშნერი, ანუ იგივე იარედ კუშნერი, ჯარედ კუშნერს ქართულად ვიტყოდით, მაგრამ იწერება როგორც ითი და ასევე ჯოშუაც იწერება ითი, თუმცა ისინი ჯით გამოითქმება. არიან სწორედ ძალიან მსგავსნი ამ თეორიისა, რომელიც დაგეგმილი აქვს ამ სიონისტ ებრაელებს. რომ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე, რომ უნდა ყავდეს მას წინამორბედი იოანე ნათლისმცემლის სახით, ისინი უნდა იყვნენ ნათესავები, ესენი არიან ნათესავები. მასაც ექვია ჯარედი, ანუ ითი იწყება, ანუ ინიციალები იოანე ნათლისმცემელი და აქაც ითი იწყება, ოღონდ შეფარულად არის ეს ჯ და ი და ჯოშუა პირდაპირ ის მნიშვნელობით ჯოშუა კაშნერი. ეხა ჯოშუა კაშნერი არის იესო ქრისტეს პირველი ასობგერების ანალოგი. ნახეთ? იოდ კ, ეს გერმანულად ვამბობ ეხლა. იფსილონ კ. ხო? ი და კ არის იესო ქრისტეს ინიციალები. ალბათ თქვენ გაგიკვირდებათ ეხლა. ალბათ თქვენ გაგიკვირდებათ ის, რომ რა შუაშია ეს ყველაფერი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, მოდი წავშალოთ ესენი, იმიტომ რომ ვერ გხედავთ რაღაც, ვერ ვსაუბრობ კარგად.
თქვენ იცით, რომ ბოროტი ყველაფერში ბაძავს ღმერთს. ასევე მის შვილის გამეფებაში ბაძავს ღმერთს და მისი წინამორბედის, შვილის წინამორბედის როგორც სახელებში, ისევე ყველაფერში, თითქმის ყველაფერში ბაძავს. ანალოგიურად ვერ გამოსდის, მაგრამ გამოსდის მიახლოებითად. ეს ალბათ ძალიან დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა. ამიტომაც საინტერესო ის არის, რომ ისრაელმა ეხლა დაიწყო ომი და რომ დაამთხვიოს იმ წინასწარმეტყველებებს, რომელი წინასწარმეტყველებების დაწერილი არის ანტიქრისტეს გამეფების წინ რა პერიოდი იქნება და ასე შემდეგ. ეხლა გავითიშე. მოусმინეთ უცხოს ამ ვიდეოს და შემდეგ მოусმინეთ ჩემს ვიდეოს, იმიტომ რომ უფრო უკეთესად გაიგებთ, იმიტომ ეხლა ვერ ვსაუბრობ მე ესე დეტალებში, როგორც უცხო მისაუბრა. თუმცა მე მახსოვს 2017 წელს მაშინ ტელეფონიც არ მქონდა, გამიზნულად 3 წელი მე ტელეფონი არ მქონდა, იმიტომ რომ ძირითადად ორსულობები მქონდა და ბავშვები მყავდა, ანუ 4 წლის განმავლობაში ორსულობა და ლაქტაცია და ასე შემდეგ და მე ტელეფონი გადავაგდე. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ძაბავს გონებას ტელეფონი და მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი არ მქონდა, ყურადღება მაინც მივაქციე ამ შემთხვევას, რომ ამ ბიჭზე უცნაურად გაჟღერდა ის წინამორბედი ანტიქრისტეს გამეფების წინამორბედი პერიოდი და აკავშირებდნენ სადნახე აღარ მახსოვს ზუსტად ქართულ მედიაში თუ გერმანულ მედიაში, მაგრამ ყურადღება მივაქცია ამ ჯაშნერ კუშნერის მოიცა ერთი წუთი ჯარედ კუშნერის ამბავს და შემდეგ იმასაც ყურადღება მივაქცია, მაინტერესებდა ამ ადამიანს ყავდა თუ არა ძმა და ვისაკვირველებ მართლაც ყავს ძმა და თანაც ქვია იეშუა. იეშუა არის იესოს სახელი. იეშუას უძახიან ებრაელები ქრისტეს. იესოს. და მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მზადდება უკვე. აი ასე. გილოცავთ მეგობრებო, ჩვენ მალე დავამარცხებთ ანტიქრისტეს. მალე ანტიქრისტეს გამოჩნდება, გამოგვიჩენენ. და ჩვენ შევძლებთ მის დამარცხებას. გესმით? დამარცხებას. დამარცხება არის იქ, რომ ამოიცნობ. რომ ამოიცნობ, ის უკვე ვეღარ გამარცხებს. ასე რომ ამოვიცნობთ. ეხლა დაგემშვიდობებით და აბა თქვენ იცით.